ბატონო დავით, პირველ რიგში მოგესალმებით. გილოცავთ დღეს არის ქართული არმიის 35 წლის თავი და ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. აი ამ თემით რო დავიწყოთ, მნიშვნელოვანი გარდატეხები რაც მოხდა, თქვენ რაც გამოყოფდით ქართული არმიის განვითარების ისტორიაში. დღევანდელი დღე რა არის, გამოვიდა განკარგულება პრეზიდენტის გაწვევის შესახებ ქართულ არმიაში და იმიტომ ითვლება ეს დღე ქართული არმიის შექმნის დღედ, მაგრამ გაწვევა მოხდა მაშინ ეროვნულ გვარდიაში. ეროვნული გვარდია იყო შიდა გასაკვეთო სამინისტროს დაქვემდებარებაში, ვინაიდან თქვენ მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი არ იყო ჯერ დაშლილი და ასე ვთქვათ, ეროვნული გვარდიის ფორმირება იყო ის გზა, რომელიც უნდა გაევლო ისეთნაირად რესპუბლიკას, რომ არ გამოეწვია დიდი გაღიზიანება. თქვათ, ცოტა გვიან შეიქმნა თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული გვარდია თვითონ შეიქმნა დეკემბერში მოგეხსენებათ და გაწვევა მოხდა აპრილში. ასე ვთქვათ, პირველი გაწვევა ეს აუცილებლად გამოსაყოფია, იმიტომ რომ ის ადამიანები დღეს აღარ არიან, ვინც ამაში მონაწილეობდა და ბევრი აღარ არის ყოველ შემთხვევაში და ვინც ხელმძღვანელობდა, ისინიც უკვე ჩამოცილებულები არიან. მეორედ გამოყოფდი იმ კონფლიქტებს, რომელიც აი თქვათ შექმნის დღიდავე აყვა. ამას აი ამ ძალის შექმნას როგორც წყევლა აყვა, ასე ვიტყოდი მე, იმიტომ რომ ისტორიაში არ ყოფილა, რომ ქმნადობის პროცესში მყოფ არმიას, ესე ვთქვათ, არმია გაეშვა საბრძოლო გამოყენების თვალსაზრისითადმი. ეს იყო ძალიან მძიმე გამოცდილება, მაგრამ რეალურად მან შექმნა ის, რის საფუძველზეც მე აიგო ის რა დღეს აგვაქვს. შეეხება ნატოსთან ურთიერთობას, მართლა ბევრად ადრე დაიწყო და ჩემზე ბევრად ადრე დაიწყო ხშირად. ჩემზე ლაპარაკობენ ხოლმე, რომ ინიციატორი ვიყავით, არ არის ეგ სწორი. 94 წელსი ასე ვთქვათ, ნატომ მიიღო პროგრამა აი ამ ახლად საბჭოთა კავშირიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად მიღებულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის ფორმის მონახვის პროგრამა, რომელსაც ქვია პარტნიორობა მშვიდობისათვის. ეს პროგრამა დაიწყო 94-95 წლებში და საქართველოს მაშინ გახდა ამ პროგრამის მონაწილე. და 98 წლამდე, როდესაც მე დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, საქართველოს უკვე ქონდა მონაწილეობა მიღებული საერთაშორისო ღონისძიებებში, წვნებში. ამიტომ თუ დასაწყისზე ვლაპარაკობთ, სამართლიანო მოითხოვს, რომ იქიდან დავიწყოთ ლაპარაკი და არა იქიდან, რაც მერე მოხდა. რაც შეეხება სპრას დაახჭურვას, კი, მნიშვნელოვანი ეტაპი იყო და ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა. თქვენ მოგეხსენებათ, მაშინ იყო გარკვეული დაძაბულობა საქართველოს რუსეთის საზღვარზე ჩეჩნეთთან მიმდინარე პროცესების გამო რუსეთში. საქართველოს მაშინ შეიფარა ჩეჩნეთის მოსახლეობის ნაწილი და რუსეთისგან იყო საკმაოდ ისეთი ძლიერი დიპლომატიური და ძალისმუხარის გამოყენების ცდილობა, მეტიც იყო შეთავაზება, რომ ჩვენ გაგიწმიდოთ ტერიტორიას ტერორისტებისაგან. ეს სალსახად აგდებდა საქართველოს საკმაოდ ცუდ ვითარებაში და მაშინ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლებოდა ამის დაპირისპირების გარეშე აი ვითარების განეიტრალება. და მაშინ შემუშავდა ეს რომელმაც დასრულებული სახე 11 სექტემბრის მოვლენების მერე მიიღო რეალურად. რა ფორმულა შეიძლებოდა
შემუშავებულიყო იმ დაგვარად, რომ ამერიკა შეძლებოდა ღიად დახმარება და ამას არ გამოეწვია რუსეთის ისეთი გაღიზიანება, რომელიც მას ჩვეულებრივ აი ასეთ კონტექსტებში უჩნდება ხოლმე და მაშინ მოძებნილი იქნა ეს ფორმა, სხვათა შორის საპილოტო გამოვიდა საქართველოს პროგრამა, მერე სხვაგანაც იყენებდნენ, ანუ ამერიკამ გამოაცხადა, რომ საქართველოში თვითონ შექმნიდა ისეთ ვითარებას, რომ საქართველოს შეძლოს გამკლავება ტერორისტებთან დაპირისპირების კუთხით. ანუ აქ შეიქმნას ის მოცემულობა, რომ ნებისმიერი დახმარების გარეშე რუსეთი და ყოველ შემთხვევაში სომხეთი და აზერბაიჯანი, ანუ ვინც გამოთქვამდა სურვილს, რომ თვითონ გააკეთებდა ამას ჩვენ ტერიტორიაზე, ეს სურვილი რომ აღარ გასჩერნოდა. და მის ბაზაზე შეიქმნა ესე იგი ეს პროგრამა, რომელიც გაგრძელდა დაახლოებით 2 წელიწად ნახევარი, რამდენადაც მახსოვს და აი მაშინ დაიწყო ფორმირება იმან, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით. აი ამას გამოვყოფდი. საინტერესო кейსია. ვიდრე გავაგრძელებდეთ აი არმიის განვითარების ეტაპებზე საუბარს, აქ მნიშვნელოვანი რაღაცა გამოიკვეთა ჩემი აზრით, რომ ეს кейსი რეალურად ნიშნავს, რომ არის პრეცედენტი უმცირე იმისა, რომ შეიძლება ესეთ სიტუაციაში რუსეთთან შეკავებაზე, როცა ვლაპარაკობთ რუსეთის საფრთხის შეკავებაზე, მოხდეს დიპლომატიური გზით გადაჭრა, გადათამაშებით. აქ იყო ის ფაქტორი, რომ დაემთხვა სხვადასხვა ძალების ინტერესები და ანუ თეატრი იყო ასე ვთქვათ მომზადებული იმისთვის, რომ ეს გამოყენებული იყო შესაბამისად, მაგრამ რეალურად ეს არის პრეცედენტი, რომ აი ეს დაპირება აგრესიის, ეს ხისტი პასუხის გაცემის ასე ვთქვათ მოლოდინი ამ დროს გადათამაშდა და შეიცვალა უკეთესი პარტნიორული ასე ვთქვათ გამოსავალით და მან იმ მომენტში შეაკავა რუსეთი, შეგვიძლია ასე ვთქვათ, ხო? ზოგჯერ იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ დიპლომატიურად შეიძლება გამკლავება. პრაქტიკულად ეს საკმაოდ ფაქიზად გათვლილი დიპლომატიური ნაბიჯი იყო, სამხედრო დიპლომატიური ასე ვთქვათ. თუმცა, როდესაც რუსეთის გეგმებზეა ლაპარაკი და მის სტრატეგიულ ხედვაზე როგორ უნდა განავითაროს საკუთარი თავი და საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები, ხო? აქ ალბათ შეუვალი არის ხოლმე, ისტორია მაგას გვიჩვენებს ყოველ შემთხვევაში და აქ ხშირად დიპლომატია საკუთარი რუსეთი ის ქვეყანა, რომელიც ის რაც მიაჩნია თავის საცოცხლო ინტერესად, იმისთვის ომს არ ერიდება. კი ბატონო. აი მაგნაწილზე ერთი კითხვის შემდეგ გადავალთ. როცა ვლაპარაკობთ განვითარების ისტორიაზე, ძალიან ბევრი რაღაცა არის არასათანადოდ შეფასებული და დაფასებულიც შესაბამისად. მე მაგალითად 90-იანი წლებიდან მახსოვს აი ეს მუდმივი რაღაცა კრიტიკა, რაღაც ისეთი აღქმა იმისა, რომ ჩვენ შეერაღებულ ძალებში ბევრი პრობლემა გვქონდა და ნუ ნაწილობრივ ეს მართალიც არის. პრობლემების მეტი რა იყო ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე და მაშინ მწიფდებოდა სახელმწიფო ინსტიტუციები, ხო? მაგრამ ამ საუბრების მერე ძალიან კონტრასტული იყო 2004-ში, როდესაც გაიმართა აღლუმი, გაჩნდა უცებ ტექნიკა, შესაძლებლობები, რაც აქამდე არ ჩანდა. და ჩემთვის ძალიან ესე ცხადად მახსოვს ამ აღლუმს დავესწარი და შოკის მომგვრელი იყო, იმიტომ რომ აქამდე ნარატივი იყო ის, რომ აი არაფერი არ გვაქვს, შეერაღებულ ძალებში სასწაული რაღაცა დრამატული სიტუაცია გვაქვს და უცებ ჩდება აღლუმზე ტექნიკა, საშუალებები, რომლებმაც ამ აღლუმავე ვაჩვენა, რომ რაღაცები ხდებოდა, რაღაც პროცესები იმისათვის, რომ თქვენ რაღაცნაირად ამ მძიმე ვითარებაში შეგენარჩუნებინათ ჩვენი, ასე ვთქვათ, კმელუნარიანობა, როგორც არმიის და შესაძლებლობები, მათ შორის ტექნიკური. აი ამ ნაწილზე მინდა რომ ჩაგეკითხოთ. რამდენად ესე იყო და ეს იყო თუ არა თქვენს მიერ შენარჩუნებული ტექნიკა, თუ უცებ რაღაც გაჩნდა ეს შესაძლებლობები და ესე სწრაფად განვითარდა ეს ყველაფერი რამოდენიმე თვეში. და აღჭურვაზე გადავიდოდეთ რა ვილაპარაკეთ. დიახ. წესით ბალანი უნდა მელაპარაკა თურქეთის ფაქტორზე. რომ თურქეთი იყო პირველი, ვინც ჩვენთან ყოველგვარი აფიშირების გარეშე ამდაგვარი თანამშრომლობა დაიწყო. თუ გახსოვთ ოჯრის ეგრეთ წოდებული სპეციალური დანიშნულების ძალები, აი სკოლა გააკეთეს თურქებმა.
ბატალიონის ჩამოყალიბება დავიწყეთ თურქეთის დახმარებით 98 წელს მე მქონდა რამდენიმე ვიზიტი თურქეთში და მაშინ შევთანხმდით რომ დაგვეხმარებოდნენ გარკვეული აზრით და პირველი დაიწყეს ამ სკოლით ერთი პერიოდი ახლა უბრალოდ იმ ბაზაზე სერჟანტთა სკოლაა. და მაშინ თურქებმა გადმოგვცეს ჩვენ დაახლოებით 5 მილიონამდე ღირებულების აღჭურვილობა. აბსოლუტურად უანგაროდ ამ ბატალიონის შესაძლებლობების გასაძლიერებლად და აიღეს შეფობა რამდენიმე ბრიგადაზე, ყოველ შემთხვევაში მე-11 ბრიგადაზე აიღეს ეს აქ ლაპარაკი არა მარტო ყაზარმების თქვათ მოწესრიგებაზე, არამედ შეიარაღებაზეც. ეს პირველი შეიარაღება, რომელიც ჩდება თურქეთიდან, მერე ჩდება გარკვეულწილად საზღვაო ფლოტში, როგორც თურქული, ასევე ბერძნული გემები, რუმინული ვერ მოვასწარით, იმიტომ რომ რევოლუციამ ჩაშალა ეგ ამბავი ყველაფერი. მივიღეთ დახმარება იტალიიდან, ასე ნელ-ნელა ივსებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ რაც მთავარია, ბულგარეთიდან მივიღეთ ჩვენ საკმაოდ სერიოზული საარტილერიო შეიარაღება და რამდენიმე ასე ვთქვათ სავარჯიშო კომპლექსი ხაერ-საწინააღმდეგო სისტემების ოპერატორთა მოსამზადებლად. ანუ ეს წლიდან წლამდე, ესე იგი 98, 99, 2000, ვიდრე ამერიკელები გამოჩნდებოდნენ, ეს მუშაობა მიმდინარეობდა. არსენალი ნელ-ნელა ივსებოდა, იმიტომ რომ თქვენ რაც 2004 წლის აღლუმი გახსოვთ, артиллерия იყო საკმაოდ თანამედროვე და კი. ხო. ასე რომ ვთქვათ, არც თლად ურაგატკოთ ვიყავით. ხო, ეს რა გატკა და კურიოზები ცალკე ისტორიაა. ხა, აქვე უნდა ვიკითხო, როცა ვლაპარაკობთ ისევ არმიის განვითარების ფაზებზე, გამოწვევაც ბევრი იყო. ძალიან ბევრი გამოწვევა იყო და პირველ რიგში ეკონომიკური, ასე ვთქვათ, სირთულეები. მაშინ თუ სწორად მახსოვს, 15-16 მილიონი იყო თავდაცვის სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი. 19. 19 მილიონი და აი ეს არ ფინანსდებოდა მთლიანად. ეგეც არასრულად. მაგ დროს მახსოვს, რომ თითქმის თავდაცვის სამინისტროს რეალური ბიუჯეტი რაც იყო, იგივე მოცულობის თანხაზე გლების განაშენიანების ტენდერი თუ რაღაც განაშენიანება არა გესმის. არა, აცრის უკაცრავად. ხო. გლების ორალური აცრის ის იყო ტენდერი, ხო? ტენდერი არა, პროგრამა ყოფილა. პროგრამა ყოფილა, ცოფიანი გლები რო არ გამრავლებულიყვნენ, ამიტომ ამ გლებს სრიდნენ. და ამაზე გარკვეული თანხა მიდიოდა. ბიუჯეტის ხელა არ იყო. სადღაც 9 მილიონი. სადღაც 9 მილიონი დაახლოებით ამ ფარგლებში იყო და გარკვეულწილად სამხედროებში უკმაყოფილება გამოიწვია. რა თქმა უნდა. ხო. იმიტომ რომ ვერანაირად ვერ მოხდა იმის გადააზრება, როგორც სრიდნენ გლებს. და სხვათა შორის მერე წლების მერე მე გავარკვიე თუ რა პროცედურა ორალური აცრა როგორი იყო მგლების. ეს გარკვეული წამალი იყრება ტყეში და ითვლება რომ მგელი ჭამს და ანუ დაწვა იქნებოდა საინტერესო. საინტერესო იყო, არა მარტო ეგ იყო საინტერესო. ჯარში ყავდა ცხოველები, რომელზედაც გაწერილი იყო ულუფა. რაღაც იმის რაოდენობით, ლარი და რაღაცა იყო. ვთქვათ, ძაღლის, ცხენის კვება და რაღაცა, ხო? ლარზე ნაკლები იყო ჯარისკაცის კვებაში ჩადებული. ესეთი რამე ვიცი ხო კი ბატონო.
და ამ პირობებში მოახერხეთ და მოიტანეთ შეერაღებული ძალები იმ ფორმით რა ფორმითაც მე კიდევ უფრო განვითარდა. ვერა მოიტანა სახელმწიფო მოიტანა რეალურად. ხო, თეატრებში გულისხმობ. ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, ანუ მაშინ ეს ეკონომიკური პრობლემები იყო, ამის და მიუხედავად ეს ყველაფერი მოხდა და მერე ვითარდება ჩვენი ისტორია კონფლიქტებით, რომელიც როგორც თქვით, მართლაც წევლასავით გვერგვა. ჩვენ ამასთანავე საუბრობდით ამაზე და ძალიან საინტერესო რაღაც მითხარით და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, რომ ჩავშალოთ, რომ იგივე ის რაც 2008 წელს მოხდა, ეს იყო გარდაუვალია, თქვით და რაღაც მომენტში ეს რო თქვა როგორც წევლას ამას თავს ვერ ავარიდებდით. უბრალოდ დაჩქარდა რიგი ოპერატიული ასე თქვა სიტუაციის გათვალისწინებით. რატომ იყო ეს ასე, რომ გარდაუვალი იყო რუსეთის შემოჭრა და ეს სამხედრო ძააშორს აგვიყვას საქმე იმაშია, რომ რუსეთის იმ გეოპოლიტიკური სივრციდან, რომელშიც თვითონ არის ლოგიკურად გამოვიდა და იმ საფრთხეებიდან, რომელიც ამ რასაც ეს მოცემული გეოგრაფია გულისხმობდა, არა მარტო გეოგრაფია, დემოგრაფია და ბევრი სხვა რამ. რუსეთისთვის დადგა საკითხი თავისი საზღვრებზე შესაძლო საფრთხეების, ასე ვთქვათ, კლასიფიცირებისა. და ამ საფრთხეთა ჩამონათვალში 2010 წლამდე იჯდა საქართველო პირველი. ახლა რატო იჯდა ეს ცალკე კიდე სხვა თემაა, ავიღოთ პირობითად იჯდა საქართველო და იმიტომ რომ ის უკადდა ჩრდილო კავკასიაზე რუსეთის გავლენის შემცირებას ემუქრებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესები, ხოლო ჩრდილო კავკასია რუსული გეოპოლიტიკური ხედვით არის ის საყრდენი, რასაც რუსული სახელმწიფო უჭირავს ზოგადად. ამიტომ ამას ის არ დათმობდა. ამიტომ როდესაც ბაზები გავიდა საქართველოდან, მას დარჩა ეგეთი განცდა დაუცველობის ამ ფლანგზე თავის საზღვრებისა, ხოლო ეს ფლანგი მას უნდა დაკეტილი ქონოდა იმისათვის, რომ ძალები, რომელიც ამ ფლანგზე იყო მობილიზებული, გადანაწილებულიყო დასავლეთით ნატოს საპირწონედ და აღმოსავლეთით შუა აზიისა და ჩინეთის საპირწონედ. ეს პრობლემა იდგა მისთვის და აქ განვითარებულმა მოვლენებმა მას ამაში ხელი შეუწყო, რომ დაეწყო. თუმცა როგორც აღმოჩნდა 2008 წლის ომისთვის არც რუსეთი იყო მზად. არც რუსეთი იყო მზად, იმიტომ რომ 2008 წელსში გავითარებულმა მოვლენებმა საბრძოლო სივრცეზე მას აჩვენა მოუქნელობა საკუთარი ძალებისა რეალურად. არის რაღაც ეპიზოდები, სადაც სარდალი დაეჭრათ ბოლო-ბოლო სტრატეგიული თვითმფრინავი დაკარგეს. აჩვენა, რომ ორგანიზაციულად თვითონაც არ იყო რუსეთი მზად, უბრალოდ ცოტა მეტი კვალიფიკაცია რო გამოეჩინათ მაშინ სამხედრო მეთაურებს ან და მათ ხელმძღვანელობას შეიძლებოდა გაცილებით ნაკლები ზარალით დასრულებულიყო ეს ომი, რაც დასრულდა. სულ არ იყო საბრძოლო თეატრთან ახლოში კოდორის ხეობა და დაუთმეთ. ბევრი რაღაცა მოხდა ისეთი, რამაც ესე იგი ერთ წელიწადში რუსეთმა გადაიაზრა თავის სამხედრო მოწყობა, საკმაოდ ეფექტურ სივრცედ გადააქცია რუსეთის სივრცედ თავდაცვის თვალსაზრისით და გაეხსნა უკვე გზა იმისაკენ, რომ დაეწყო ფიქრი იმაზე, რომ დაენეიტრალებინან უკრაინის როგორც საფრთხის ფაქტორი და დაიწყო ეს ყირიმიდან 2014 წელს. მოგეხსენებათ, ხოლო აქედან უკვე იმისთვის, რაც დღეს ხდება, უკვე აშკარად ჩანდა, რომ ეს ასე მოხდებოდა, ვინაიდან ყირიმის დაკავების შემდეგ გაჩნდა საჭიროება რუსეთისთვის, სამხედრო საჭიროება მყარი სახმელეთო დერეფნის შექმნისა. დღეს რასაც უყურებთ,
აი ეს არის სულ მყარის სახმელეთო დერეფანის შექმნის ცდილობა ყირიმამდე. ყირიმი მას აძლევს შავ ზღვაზე თქვა გარკვეული კონტროლის გადაფარვის შესაძლებლობას. გარკვეული უპირატესობის მიღწევის შესაძლებლობა თუ რა თქმა უნდა გაანახლა თავისი ფლოტი. თუ ეს მოახერხა, თუ ვერ მოახერხა, მაშინ ჩაიკეტება ყირიმში ისევე როგორც თურქეთის ომის დროს იყო ჩაკეტილი. კი ბატონო, აი რაც ისაუბრეთ. ამიტომ ვამბობდი, ამიტომ ვთქვი მე ეგა რომ 2010 წლამდე მას საქართველოს პრობლემა უნდა მოეხსნა და მოხსნა ახლა ჩვენი დახმარებით მოხსნა, ჩვენ გარეშე მოხსნა, ჩვენ წამოგვიკიდა თუ ჩვენ წამოვიკიდეთ ომი თავის თავზე ახლა ეგ სულ სხვა განზომილება უკვე და თემებია, რომელზედაც არ ღირს. პოლიტიკურ ასპექტში გადადის და ამას ჩვენ არ ვეხებით, რა თქმა უნდა. აბსოლუტურად, მაგრამ სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით და რუსეთის სპეციფიკა ერთია, რომ საგარეო პოლიტიკას საგარეო პოლიტიკის, ასე ვთქვათ, დღის წესრიგს ქმნის გენერალური შტაბი. ასე იყო ალექსანდრეს დროს, ასე იყო ნიკოლოზის დროს და ასეა დღესაც. ჩვენ ვისაუბრეთ კავკასიის მნიშვნელობაზე რუსეთისთვის სამხედრო თვალსაზრისით და ასევე ვახსენეთ ჩინეთი რაღაც საფრთხეების კონტექსტში. და ისიც თქვით, რომ ის რაც მოხდა 2008-ში გარკვეულწილად გარდაუვალიც იყო 2010 წლამდე ეს უნდა მომხდარიყო იმ ლოგიკით, რაც რუსეთს უკვე გააზრებული და ფორმულირებული ჰქონდა მის სამხედრო კონცეფციაში. იგივე მიზეზებიდან გამომდინარე, მომდევნო წლებში ხომ არ ხედავთ იმის პოტენციალს და პერსპექტივას და რისკებსაც დიდ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ თამაშში მას კვლავ აქტუალური გაუხდება კავკასიის დაკავება. შესაძლოა. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ მას ჰქონდა პოლიტიკურად დაკავების შანსი და გეგმა და იმედი ეს სამდღიანი ომის განაცხადი რაც იყო უკრაინაში, ხო? ანუ უკრაინაში ამას წარმატება არ მოყვა და შესაბამისად ისევ ხوار გახდება აქტუალური საქართველოს რუსეთისთვის სამხედრო თვალსაზრისით და შესაბამისად ეს ბადებს თუ არა მორიგი მსგავსი სცენარის განვითარების რისკს. საერთოდ შესაძლებელი ყველაფერია დავიწყოთ აქედან. რამდენად არის შესაძლებელი ამის ვარაუდებზე, ახლა ძალიან რთულია ლაპარაკი. მაგრამ თუ აღმოჩნდა, რომ მან ვერ მოახერხა უკრაინაში აი სახმელეთო მყარი დერეფნის შექმნა ყირიმამდე, მას მოუწევს სამხრეთ კავკასიაში თავისი პლაცდარმის გაძლიერებაზე ზრუნვა. და ამას სანამდე შეიძლება მიიყვანოს, ესე იგი, რუსეთისა და ჩვენი ურთიერთობა ძალიან ძნელი სათქმელია. ახლა იმ ორ ბაზაზე, რომელიც საქართველოშია, აფხაზეთის ბაზა და სამხრეთ ოსეთის ბაზა, მათ არის ზუსტად საკმარისი იმისათვის, რომ შენ არ გადაჭერა და არ გახსნა დერეფანი ჩრდილო კავკასიისაკენ. ამისთვის საკმარისია. სხვა რაღაცისთვის იქნება თუ არა ეგ საკმარისი, ძნელი სათქმელია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყირიმი რეალურად ჰაერში კიდია დღეს და ყირიმი კი არა, აქეთა სანაპიროც ტუაფზე გავიხსენოთ, აი ეს ნოვოროსიისკი, მას აუცილებლად დაჭირდება საქართველოს სულ ცოტა შავი ზღვისპირეთის თლიანად დაკავება იმისათვის, რომ შავ ზღვაზე თავის სტატუს-კვო შეიდარჩუნოს. აი ამ კუთხიდან თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ განმეორდეს. შესაძლებელია და სულის მახსენდება ხოლმე მაგას რო ამბობთ. დსთ-ის მინისტრთა სხდომა რო იყო და იგი ძალიან თამამი განაცხადი გააკეთეთ, რაც ჩემი აზრით დღევანდელ ლიდერებს, ბოლო თაობის ლიდერებს, ასე ვთქვათ, ძალიან აკლია ესეთი სიმამაცე და იუმორი სხვათა შორის. იმიტომ რომ მაშინ ეს რაც თქვით, სწორი პერიფრაზი რო გავაკეთო, ესეთი რაღაც განაცხადეთ, რომ გეკითხებოდნენ შეიძლებოდა თუ არა, საფრთხე იყო, მაშინ ისტერიკა იყო რუსეთში იმის თაობაზე, რომ საქართველოსთან ამერიკამ გააბა სტრატეგიული პარტნიორობების წავიდა წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, ძლიერდებით ამ კუთხით რაღაცები ხდება და შეიძლებოდა თუ არა, რომ
ისინი უფრო მეტად ყოფილიყვნენ წარმოადგენლები საქართველოში. რაღაც ესეთი კითხვა იყო, რამდენადაც მახსოვს და მე თქვენ თქვით, რომ შემოსულიყვნენ უბრალოდ საქართველოში და თქვენ თქვით, რომ შესაძლებელი ყველაფერია და ისინი შეიძლება საქართველოში კი არა რუსეთში შევიდნენ, რაღაც ესეთი განაცხადი იყო. კი იყო ეგეთი განაცხადი. ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს მაშინ და სიტუაციაზე. ფინალისკენ ვიტყვი იმას, რომ ეს ყველაფერი ჩვენთან ძალიან საინტერესო კურსის სახით წარმოვადგინეთ. ჩვენ არაერთი წელი გვაკავშირებს ურთიერთობის და მათ შორის ტრენინგის ნაწილში თქვენ აქამდეც ჩაგიტარებიათ кейსში. რაღაც პერიოდის განმავლობაში პაუზა გავაკეთეთ. ეხლა საზაფხულო სკოლაში გიხილავენ ჩვენი კურსანტები, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო განვითარება იქნება ამ კურსის და ასევე ვიწყებთ უშუალოდ თქვენ საავტორო კურსს ომის თეორიის შესახებ, სპეციალური დისციპლინა SD9 ომის თეორია, რაც ადამიანებს ვფიქრობ, რომ ახალი უნარებით და ცოდნით აღჭურვავს, რომელიც ძალიან აქტუალური არის დღეს, იმიტომ რომ ის რელიეფი, რაც დღეს გვაქვს მთელ სოფლიოში და საქართველოშიც, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო აქტუალურს ხდის ომის სპეციფიკის ცოდნას და ამ სტრატეგიების, ამ ძირითადი, როგორ თქვა, თუნდაც ფილოსოფიური ფაქტორის გათვალისწინება უფრო აქტუალური გახდა. ეს არა მარტო უსაფრთხოების ჭრილში, არამედ ყოველდღიურობაშიც ძალიან ადგება ადამიანებს და ესე გაქვთ თქვენ ფორმულირებული ეს კურსიც და ერთი-ორი სიტყვით ამაზეც რო გითხრათ, თქვენი მოლოდინი როგორია, რომ რას ფიქრობთ, რატომ არის ეს ახლა ჩემი მოლოდინი, მეორეა კურსანტების მოლოდინი და მესამეა შედეგი რა იქნება. შედეგი რა იქნება ვნახავთ. კურსანტების მოლოდინი გამართდება მაშინ, თუ კი მე შევძლებ იმ ჩემი გამოცდილების და ცოდნის მარაგის გადაცემას, იმ სისრულით, რომელიც მგონია რომ ვაკეთებ და ეს თუ იქნება საკმარისი, ჩემი მოლოდინი იქნება ის, რომ სულ ცოტა მომისმენენ. ძალიან მაგარია. კარგით, დიდი მადლობა. მაგარი შეიძლება არ იყოს. არა, როცა არსებობს შესაძლებლობა მოგისმინონ, ეს ძალიან დეფიციტურია თქვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ესე ხართ ცნობილი რა გავაკეთეთ, რომ ყველაზე ნაკლებს თქვენ საუბრობდით და როცა ეს შესაძლებლობა ჩნდება, მოხვდით кейსში. მადლობა. 3 2 1 სტოპ. დაზვერვისა და კონტრდაზვერვის საზაფხულო სკოლა. ეს კურსი მოგცემთ განსაკუთრებულ ცოდნას და უნარებს. იმას, რაც აქამდე მხოლოდ ერთეულების პრივილეგია იყო. ჩამოგიყალიბებთ განსხვავებულ ხედვას. შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას ყოველდღიურობაზე და ახალ სიმაღლეზე აიყვანს თქვენს პერსონალურ განვითარებას. შეისწავლეთ დაზვერვა და კონტრდაზვერვა, კიბერუსაფრთხოება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ანტიტერორიზმი და გლობალური უსაფრთხოება. გაივლით ცეცხლსასროლი იარაღის პრაქტიკულ კურსს, სიცრუის თეორიას, სხეულის ენას, პოლიგრაფის გამოყენებას, ფსიქოლოგიურ манипуляციებს და ტყუილის ამოცნობას. რეგისტრაციისთვის და მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს globalcase.org.